კარგო, მე მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამებრძოლს, ვინც ამ 5 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ინტერესით ელოდა ამ მკვლელობის გახსნას და პირველ რიგში კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს რეზონანსული მკვლელობა მისულიყო ადამიანებამდე, ასე ვთქვათ. დღეს ვუსმინე მე პროკურატურის ბრიფინგს, ნიკო კვარაცხელიას საქმე გახსნილად გამოცხადდა, ეს მათი მხრიდან ალბათ ისინი ასე თვლიან, მაგრამ აქ წერტილი არ დასმულა. ნიკო კვარაცხელი ეს არის გარკვეული რგოლი, მე 2 დღის წინ ინგა გრიგოლიას რეაქციაში ვილაპარაკე, ყველაზე ბინძური წესით დაიგეგმა ეს მკვლელობა. ყველაზე ბინძური წესით. ჩემთვის ახალი არც არაფერი ყოფილა, ნანუკა 5 წელია ამას ვითხოვ. ეს არის ერთ-ერთი რგოლი, რომელმაც თვითონ ვერ, ასე ვთქვათ, ვერ იკადრეს ასეთ ბოროტებაზე წასვლა და ქვერგოლი მოძებნეს, მაგრამ ალბათ მთავარი დამკვეთისთვის ეს ძალიან საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან ჩვენი საზოგადოება მაინც მეტნაკლებად ითვალისწინებს გარკვეულ უსმენს გარკვეულ ამბებს, სენსაციურ ამბებს და რომ ეს მკვლელობა რომ შეესრულებინათ ძმებს, ალბათ დამკვეთისთვის უფრო მარტივად სამოქმედო იქნებოდა შემდგომში, მაგრამ ეს შესაფუთი, ეს ასე არ მოხდა. სრულიად უცხო ადამიანებმა, აკო ჭელიძემ და გიორგი კაველაძემ, რომლებსაც ნიკო არ იცნობდა, მომიკლეს ვერაგულად შვილი. აქ არაფერი არ მთავრდება. მე ველოდები რომ ჩემი ყურით მოვისმინო, აქ მხოლოდ ბრალია წარდგენილი, მე ველოდები რომ ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს აუცილებლად აქვთ მისჯილი, სამუდამო პატიმრობა, ითვალისწინებს კიდეც ჯგუფურად და ერთობლივად დაგეგმილი მკვლელობა ამ მუხლს და პარალელურად მე არგუმენტირებულად არაფერი არ მეჩქარება, კი 5 წელი დასჭირდა, მაგრამ 5 წელი რაში დაჭირდა სადარბაზო და წარმოუდგენელი ამბავია. წარმოუდგენელი ამბავი. ალბათ არ იყო პოლიტიკური ნება, ნანუკა, ალბათ არ იყო პოლიტიკური ნება, თორემ მეორე დღესვე ტაქსის მძღოლმა, საქართველოს მოქალაქემ და დღეს ალბათ ისინი დაინტერესებულები იქნებიან და მე მათ აი ამ 5 წლის მერე ვუხდი მადლობას. მათ მეორე დღესვე კონკრეტული სახელები და გვარები ახსენეს თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მონაწილე. მათ ამოიქონდათ ტელეფონი და ტელეფონში იყო მესიჯები და იყო კონკრეტული სახელები და გვარები. აუცილებლად, ნანუკა, მე სახელებით და გვარებით ვისაუბრებ. მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, როგორც 5 წელი მაცადეს და ჩემთან ერთად იბრძოდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ თუ რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, მე ვთხოვ თავი შეიკავონ, მე სახელებით და გვარებით მოვყვები ყველაფერს. მაქვს გარკვეული არგუმენტები, მაქვს გარკვეული ფაქტები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო მფარველი ამ მკვლელობის, აბსოლუტურად ყველაფერს მოვყვები. აქვე მინდა ისიც გავაჟღერო, ნანუკა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ არ ვიცი რა ორგანოა, მესეთური სამსახურს ვეძახი, მაგალითად, სადღაც 9 თვეში ჩემს ოჯახს დააბრალეს ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა. მე გთხოვთ, ამოიღოთ აუცილებლად, მე მაქვს თან და მე დღეს ამ თემაზეც ვისაუბრებ სხვადასხვა ეთერებში, პირდაპირ დაგვაბრალეს ოჯახს ლევან კაჭარავას მკვლელობა. რა ხდება ამ საქმეზე ძალიან მაინტერესებს. გავიდა სულ ცოტა დრო და სხვა მკვლელობებიც დაგვაბრალეს. ყველაფერზე ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველაფერზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. მე ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ გადარჩება უამრავი ადამიანი. წარმოუდგენელ სიწმინდეს შეეხნენ, წარმოუდგენელ სიწმინდეს. რა დონის ბოროტმა ადამიანმა მოიფიქრა, რომ წარმოიდგინეთ, ნანუკა, მე წლები მომიხდება შვილის სიმართლის დამტკიცება. რა დონის სიბოროტეზე და ბოროტ ტვინზია საუბარი, რომელმაც გამოიყენა ოჯახის წევრის, მამის, ყველაზე წმინდა არის მშობელი მამა და მშობელი დედა. მე კარგით ვიღებ ამას, რადგან პროკურატურამ ისეთი ფაქტები წარმომიდგინა, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, იმიტომ ჩვენ შორის მტრობა არ ყოფილა და წარმოუდგენელი იყო. კი ბატონო, მეუბნებიან ფაქტებით, რომ ასე იყო, აი
როგორი გაგრძელება ექნება ამას ყველაფერს, მე აუცილებლად ქართულ საზოგადოებას დავანახებ. ნიკოს მამაც სალაპარაკებას დადგება, დანუკა, დადგება ალბათ ამის დროც. ჩვენ თითქმის ყველაფერი ვიცოდით. ეს იყო ნიკო უნდა მოეკლათ შეკვეთით და შეკვეთილი მოტივით. აი, ამას მე დავუმტკიცებ. ამას მე დავუმტკიცებ არსებულ ხელისუფალსაც და იმ ადამიანებსაც დავუმტკიცებ, ვინც 5 წლის განმავლობაში ამას არ იძიებდა, რომ ნიკო მოკლეს შეკვეთით და შეკვეთილი ბრალით. ვასა ჟვანიაზეც მინდა რომ მკითხოთ აუცილებლად, კადრებიც ვნახეთ, როგორ იცილებდა გარკვეულ ნივთს მტკიცებულებს. ეხლა იპოვა ეს კადრები საგამოძიებო. ხო, ნუ წარმოუდგენელი ბოროტებაა. წარმოუდგენელი ბოროტებაა და მე ის მინდა გითხრათ, რომ აი მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, რომ თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო და აი საინტერესოა რას გვეტყვის დღეს მისი დედა. საქართველოში არ არის ჩვენი ინფორმაციის ასე ამბობენ. ჩემთვის დაუჯერებელია, ნანუკა, როგორ შეიძლება? აი წარმოუდგენელია, რომ მე ფიქრა, რა საერთო ქონდა ამ ხალხთან ნიკოს. არ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე რა საერთო უნდა ქონოდა კავილაძესთან, ჭელიძესთან, ჟვანიასთან, რა საერთო უნდა ქონოდა. დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, მაგრამ მტკიცებულებები არსებობდა და მე არ მინდოდა ამ თემაზე მეჭორავა, რომ არა გამტკიცებული კადრები, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით და პროკურატურის ბრიფინგზე. კი ბატონო, და აი мотиваციასთან დაკავშირებითაც კითხავთ, რაზეც პროკურატურა აცხადეს ეს არცულში მომხდარი მკვლელობა გახდა მოტივი. გჯერათ აი ამ ვერსიას. არა, ნანუკა, ჩემო კარგო, მე არ მჯერავს და ბრიფინგიც ასე დაიწყო და ვუსმენდი კანონიერი ქურდის. კანონიერი ქურდი ამ ქვეყანაში, ვინც თავისი პირით აღიარა, ჩვენ და სამწუხაროდ, ვიცი ირაკლი ღარიბაშვილი. დანარჩენი მე რას ნიშნავს წარმოდგენაც არ მაქვს. წარმოდგენაც არ მაქვს. ასე რომ მე ვიღებ იმ კადრებს, რასაც ვუყურე, იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც ვნახე, მაგრამ რას შეეხება მოტივს, ალბათ საჭირო იყო გარკვეული მოტივი და მე დავამტკიცებ რა იყო ამ მკვლელობის მოტივი. აუცილებლად ჩვენ ვებრძოდით 5 წლის განმავლობაში 9-თავიან დევს. შემიძლია გითხრათ, რომ ამ 9-თავიან დევს 2 თავი წავაცალეთ. თქვენი დახმარებით, საზოგადოების დახმარებით. ყველა თავი დასვივდება გველეშაპს. ყველა თავი დასვივდება აუცილებლად. როგორ აპირებთ ახლა ამ ბრძოლის გაგრძელებას? ძალიან ღელავდით 5 წლის განმავლობაში თქვენ ეს ბრძოლას არც ერთი დღე არ შეგიწყვეტიათ და ითხოვდით ნიკოს საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი დადებული იყო. თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი თქვენთვის არ არის. არა, რა თქმა უნდა. პროკურატურის გამოვისმენთ, ბუნებრივიც არის ალბათ, რომ ამდენი წლის მერე თუნდაც მტკიცებულებების მოშორების ფაქტი რომ ეხლა იპოვეს, ეს წარმოუდგენელია 5 წელი ვერ შეინახებოდა კონდათ ეს კადრები მათ კარგად, უბრალოდ ინახავდნენ. კი ბატონო, დანუკა, მე უნდა ემოციურად ძალიან ძიმე დღე მაქვს დღეს, მაქვს ძალიან ძიმე დღე. ძიმე დღეა ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვისაც. ამიტომ მე დავფიქრდები, გავაანალიზებ ყველაფერს და მე გეუბნებით კიდევ არგუმენტირებულად მაქვს ვინ ფარველობდა ამ მკვლელებს არგუმენტირებით. სახელებით და გვარებით. აუცილებლად უნდა დავფიქრდე, ეს არ არის შეუძლებელია. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ნიკო კვარაცხელია იყო იმ მასშტაბის ფიგურა, უკვე არ ვლაპარაკობ როგორც ჩემს შვილზე, რომ შეუძლებელია მასზე ვიჭორავო მე. იურიდიულად გამტკიცებული მასალები უნდა მქონდეს, მე ამიტომ დავუთმობ გარკვეულ დროს ამ მასალების შეგროვებას და მე სახელებით და გვარებით ვისაუბრებ უკვე თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ბოლო რგოლი თუ კიდევ ერთი რგოლი.